გადაწყვეტილება არ იქნება ნაჩქარავი და პრემიერ-მინისტრი მხოლოდ მას შემდეგ გადაინაცვლებს სამოქალაქო სექტორში, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა დამყარდება. ასე გამოეხმაურნენ მმართველი გუნდის წევრები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას. მათი თქმით, პრემიერს ზუსტად აქვს გაწერილი გეგმა, რის განხორციელებასაც აპირებს. პრემიერ-მინისტრს ძალიან ნათლად და არაერთხელ გაწერილი და წარმოდგენილი ის გეგმები, რის განხორციელებასაც აპირებს. მათ შორის პოლიტიკაში ყოფნის ხანგრძლივობასაც. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის ის, რაც პრემიერმა თქვა, ვიდრე დავუშვათ ერთი საგაზეთო სტატია. ხელისუფლების ცვლა დემოკრატიული არჩევნების მეშვეობით გახდება შეუცვლელი, მაშინ ის შეეცდება, რომ გადაინაცვლოს საზოგადოებრივ მოძრაობაში, რომელიც იმ დროისათვის უნდა იქნეს გაძლიერებული და უნდა შეეძლოს ხელისუფლების გაკონტროლება. ბატონი ბიძინა, როცა პოლიტიკაში შემოვიდა, პირველი განცხადება, რაც მან გააკეთა, თქვა, რომ მისი როგორც ქვეყნის შვილის უპირველესი მოვალეობა ხალხის და ქვეყნის წინაშე არის ის, რომ ქვეყანას კანონიერი გზით მოაცილოს ის კრიმინალური ხელისუფლება, რომელიც ყავს მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ქართული ოცნების კაინდანტი ბატონი გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვეს. შესაბამისად, ბატონი ბიძინა როგორც ჩანს, თulis რომ მან თავისი ვალი ქვეყნის და ხალხის წინაშე შეასრულა. პროცესი არის მოქნილი, აქ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, არ იქნება მიღებული და ყველანი საქმეს ჩვენ უყურებთ პრაგმატულად, ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ გადაწყვეტილება იქნება მიღებული მაშინ, როდესაც ბატონი პრემიერი ჩათვლის ამას საჭიროდ. მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დგას კარგ საფუძველზე და შემდგომ მოხდება ამ გადაწყვეტილების მიღება.